საღამო მშვიდობისა ძვირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენ კлау TV+-ის ეთერში ვართ. როგორც ყოველთვის ჩვენ მოგახსენებთ საქართველოში და საქართველოს ფარგლებ გარეთ მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით. მოკლედ ლიბერალი LGBT ფაშისტური იდეოლოგიის მატარებელი ჭინკებმა ფერი იცვალეს. და უკვე კონსერვატიული იდეოლოგიის მანტიის მატარებელი რომეთქვი გახდნენ. წარმოგიდგენიათ, რომ ის ადამიანები, რომელი ადამიანებიც მთელი თავისი არსებობიდან გამომდინარე იყვნენ ლიბერალი LGBT ფაშისტური იდეოლოგიის აი ამ გარყვნილეული პოლიტიკის მატარებელი ადამიანები გუშინ ტრამპის ინაუგურაციაზე წავიდნენ ვითომ მიწვევით წავიდნენ ინაუგურაციაზე, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ისინი ინაუგურაციაზე მიწვეულები არ ყოფილან. ისინი როგორც ჩვენთან იტყვიან დასავლეთში ჩანგარზე, ხომ მე კარგად მახსოვს ჩანგარზე მისული სტუმრები, როგორც დაბადების დღეზე, ქორწილში და ქელეხში ჩანგარზე იყვნენ და ეს საცოდავები, ჩანგარზე მყოფი ადამიანები იმაში დერეფანშიც კი არ მიიწვიეს. და ქუჩაში დატოვეს. აი ესეთი სამარცხინო და ესეთი რომ იტყვი ყოვლად უსინდისო პირწავადნელი აფერისტი თაღლითები და ლიბერალური LGBT იდეოლოგიის მატარებელი პოლიტიკოსები გვყავთ ჩვენ ოპოზიციის სახით ჩვენს ქვეყანაში. ეს ბატონებო, პირველი შემთხვევა არ არის, როცა ესენი ასე თაღლითური გზებით მოქმედებენ და როცა ესენი ასე ქვეყნის წინააღმდეგ რაღაც გარკვეულ ორგანიზებულ ღონისძიებებს ატარებენ, ხო? დაუნდოდათ რომ წავიდნენ. აი ვინ დაპატიჟათ? რაშია საქმე? რატომ იძახიან რომ მიგვიწვიეს იქ და წავედით მიწვევითო? ფაქტი სახეზე არის უკვე და ყველამ კარგად ვიცით და ჩვენც ახლა ეტაპობრივად ვიდეო კადრებს შემოგთავაზებთ თუ სად იყვნენ და რა საცოდავად იყვნენ ესენი ქუჩაში გამოყრილები. აი ეს არის მათი იდეოლოგია, ეს არის მათი პოლიტიკა, ეს არის მათი საქმე, ეს არის მათი დაპირებები. ჩვენ ამ საკითხებთან დაკავშირებით დღეს გვექნება საუბარი. ჩვენი დღევანდელი სტუმარი არის ვეტერანი დამსახურებული ადამიანი ვიცე-პოლკოვნიკი ბატონი დავით ჩუბინიძე. ბატონო დავით, მოგესალმებით. მადლობა რომ მობძანით სტუდიაში. ბატონო დავით, აი ახლა სასაცილო არისო, ამას ვერ ვიტყვი. იმიტომ რომ ისიც რა არის, სამწუხარო არისო ქვეყანაში ასეთი ბინძური და ასეთი რომ ვიტყვი არაკაცური და არაადამიანური იდეოლოგიის მატარებელი ადამიანები არსებობენ. ხო. რა მოხდა? აი რა მოხდა? რა იყო აი ამ ესე იგი რომ ვიტყვი სექტანტური დაჯგუფებების და ჭინკების იქ ერთად ასე უცებ გაქცევა და ჩასვლა ამერიკის შეერთებულ შტატებში და ვითომ და ისინი დაესწრნენ ტრამპის ინაუგურაციას. რა იყო და რა ქონდა დატვირთვა ქონდა ამას ბატონო დავით? ბატონო დრისა, სანუამდე მაგას რატო ჩავიდნენ? დავიწყოთ თავიდან. დიახ. სანუამდე ბუში იყო პრეზიდენტი. ბაიდენი იყო პრეზიდენტი. ბუშიდან დაწყილი მერე სხვები და ობამა და მერე ბაიდენი რომ მოვიდა. ეს ოპოზიცია, რაც დღეს სახეზია ოპოზიცია, გაძლიერდა ბაიდენს, გაძლიერდა ძალიან, იმიტომ რომ თავისი პოლიტიკა გარყვნილობაზე ააწყვეს. დიახ, გარყვნილობაზე ააწყვეს. ტრამპს რუსის კაცად მიიჩნევდნენ, მაგრამ და საერთოდ არ მიიჩნევდნენ იმას, რომ როდისმე ტრამპი დაბრუნდებოდა ქვეყანაში და პრეზიდენტი გახდებოდა. ვინც მაგათ იდეოლოგიას არ ეთანხმოდა, ყველა რუსეთის კაცი არის. აგინებდნენ, რეებს არ იმაშობდნენ, ლაპარაკობდნენ, ამოიღონ ის კადრები და ნახო. გასაკვირი რა არის იცი? ჩვენი პრეზიდენტად ვინც ავირჩიეთ თავის დროზე სალომე ზურაბიშვილს, დღესაც პრეზიდენტს უძახიან სირცხვილი არა, დღესაც პრეზიდენტს უძახიან სალომე ზურაბიშვილს. ეს სექტანტების ავადმყოფობა არის. გამოდის ვაშაძე დღეს ტელევიზიით და ვაშინგტონიდან ჩვენო კონგრესმენებმა მოგვიწვიებო რესპუბლიკური პარტიიდან კონგრესმენებმა მოგვიწვიეს. ის კონგრესმენები ვინც არიან ისინი ჩანერგილი არიან იქ თავის დროზე. ბაიდენის რო ჩაინერგა. მაგას გაწმიდა და გაასულდა ტრამპი მიხა. კი ბატონო, გეთანხმები. ჩვენ უბედურებას აეშველებ ეს უპატრონო ხალხი. საქართველოს უჭირს ახრო თავს ახვევენ და არიქა უჭირს ძალიან და გვეწოდება მოსახლეობა და მოსახლეობის ზიბზით. რისთვის იბძვიან? რომელი მოსახლეობის ზიბზით? შემომოწყონებულო ბილეთს აღილა ტელევიზორში გეყურებია ინაუგურაციის პროცესი. აი ეს ფული რო გადიხადე ბილეთში და ახლოშიც არ მიგიჟოს და ტელევიზორში უყურე იქ ქუჩაში. აი ნამჯდარი ყავი სახში და ის ფული გაჭირვებული და
ობოლი ბავშვების დაგერიგებია დახმარებოით იმ ბავშვებს. მაგრამ ნამუსი და სინდისი არ გაგაჩნია. ჩამოხვალთ ეხლა და იქ ვიყავით, აქ ვიყავით. არსადაც თქვენ არ იყავით და არსადაც თქვენ არ მიიღებენ აზრი. მორჩა თქვენი ლაბარაკი და თქვენი ის გულაო. არსად თქვენ აღარ მიიღებენ. არც ხართ მისაღები და გვერდში გასაგები. მაგრამ ჩვენმა მთავრობა ჩამოსვლის თანავე ეს ხალხი უნდა დააკავოს და დაიჭიროს. ნუ იმიტომ რომ საზღვარგარეთ დადიან იმის გულის რომ ძირი გამოუთხარონ ჩვენ ქვეყანას. კი ბატონო. ჩვენ სამშობლოს ძირს ვფრთხილ. გეთანხმებით. ამათი და ვინც კიდევ იქედან ეხმარება ნორმალურად გამოაცხადა და არ შემოუშვათ ისინი საღარ რა უნდა რომ დადიან კაცო თუ ხალხის ნებას გამოხატავ ჩვენ რომელი ხალხის ნებას გამოხატავ გათახსირებული ხალხის ნებას გამოხატავ რუსთავებზე რო არიან კონგიები ისინი LGBT იმას და ეს გათხოვილი კაცი ჩამოიცა ეს გამოხატავს მაგით ქართულ ხალხს კითხეთ თუ ვინა რეფერენდუმი ჩავატაროთ კითხეთ ერთი ვინმეს უნდა ისა რასაც ისინი ლაბარაკობენ მაგრამ დღეს უკვე სხვა მხარეს გადაეწყვენ ახლა ესენი არიან თურმე დამცველები რას ამბობ თურმე დედა და მამა გრიგოლია კი რა ამოხდა შარვილიდან გაზო დედა და მამა როგორ უნდა განსხვავო ხო დედა და მამა არის და ეთი რამოდენიმე თვის უკვე არ იყო დედა და მამა არ იყო და ეხლა უკვე შობელი ნომერი 1 შობელი ნომერი 2 კი ეხლა უკვე აქეთ ამღერდნენ აქეთ იმას მოდგებიან ეხლა გობახიძეს და დინარო ჩვენ არ შემოგვიტიონ ახლა აქეთ აი კონსერვატორად ბოზონი ადამიანებს რომ თქვენ სად იყავით ჩვენ რომ ვიბრძოდითო გაიგე ძალიან ცუდი მდგომარეობა გვაქვს მაგრამ მე მგონი ყველაფერი დალაგდება გამოსწორდება გასუფთავდება და ახალი იმით მოდგები ეხლა ნახეთ მეგობრებო მშენებლობას და ქვეყნის ბატონმა დავითმა ხა სწორად აღნიშნა ხაზგასმით მინდა მეც რო ვთქვა კაცო 50000 დოლარი გადაიხადა სალომე ზურაბიშვილმა ბილეთებში ასევე ნახეთ ახლა ჯაფარიძე ხაზარაძეს მევახშე ეს ისა გეგელია ეს გაღიმებული მიცვალებულს რო გავს ის ვაშაზე ჭუჭუ ვაშაზე ეს აფირისი თაღლითი დასაჭერი არის მაგი დღეში ადჯენაა დასაჭერი იმდენ დანაშაულებს ჩადის ხო და სხვა დანარჩენი ეს კოლექტიური სექტანტური დაჯგუფება ლიბერალი LGBT ფაშისტური იდეოლოგიის პატარებელი ეს არა ადამიანები და ეს სამარცხვინო მე ქართველებს მაგაზე ვერ ვიტყვი არ არიან ქართველები კაცო მე ხმამაღლა შემიძლია თქვა ესენი ქართველები არ არიან კაიგეთ ქართველები იმიტომ რომ ესენი არიან ანტიქრისტეები ანტი რომ ვიტყვი ეროვნული რა ვიტყვი საქმიანობის გამხორციელებელი ადამიანები ხო ამათ არ უყვართ საქართველო ამათ ეზიზღებათ ქართველი ხალხი ამათ არ უყვართ ეკლესია ბოკერია ჩერგოლეიშვილი ნახეთ ეხლა ისეთი კანტორაა იქ წასული კაიგე რომლებიც თავის დროზე გვებძოდენ ჩვენ გვებძოდენ მართლმადიდებლობას გვებძოდენ ეკლესიას ანგრევდნენ კაცო რამოდენიმე თვის უკან ერთი კვირის უკან კაცო ესენი იყვნენ იმ პოზიციაზე რომ თურმე რა ქვია ეკლესია არის გასაწმენდი პატრიარქი ყოფილა რუსეთის აგენტი ჩვენ ყოფილვართ რუსეთის აგენტები საქართველოში თურმე დედა მამა არ არსებობს და მამაკაცი და დედაქალი არ არსებობს და ყოფილა თურმე მშობელი ნომერი 1 მშობელი ნომერი 2 და ესე თურმე რაღაც გენდერული თანასწორებები და ეს დისკრიმინაციული კანონის მიღება, შემდგომ ეს თურმე ისა რა ქვია, ეცქესიანთა ქორწინება, ეს იაჰოველები და რა ვიცი, კიდო სხვა ესე იგი უამრავი ესე იგი ეროვნული და ანტიქრისტიანული დაჯგუფებების და აზროვნების ადამიანები. წავიდნენ იქ და ახლა ბატონო დავით, მე ახლა თქვენ გასაგებია თქვენ კარგად თქვით, მაგრამ რომ ნეტავ ეს თანხებიო გაჭირვებული ხალხისთვის მოეხმარებიათო. და ჩვენი მართლაც არიან ჩვენ საქართველოში მოსახლეობა რომელსაც უჭირს დღეს და პურის ფული არა აქვს კაცო და არის ამათი დამსახურება ამა ხო რა თქმა უნდა ეს საქართველო დღემდე ვერ გასწორდა წელში ვერ გასწორდა წელში ამათი ანტიქართული პოლიტიკი და გამომდინარე ხო დღემდე ვერ გასწორდა ქვეყანას 2012 წლიდან სულ იმაზე გაყალდა არჩევნები ჩვენ უნდა მოვიდეთ მთავრობაში და სულ ქუჩაში უძახიან ხალხს და იმდენი გამოურეცხეს ამ ბავშვებს ტვინე მართლა იყოლიეს ვერ ხალხი და გამოიყო ხო და ახლა ნახეთ კაცო ისინი ხო და იმ თქვენ რასაც შეეხეთ ახლა თქვენ ამ ტკივნეული თემა მართლა ტკივნეული თემა არის ეს და ყველა თითოეული ქართველისთვის ჩვენთვის და ჩვენაერი ესე იგი მოაზროვნე ადამიანებისთვის ძალიან ტკივნეულია გაჭირვებული ადამიანები ჩვენს გაგვილია ეს გაჭირვება და ჩვენთვის ის დღემდე რა არის გაჭირვება და ამიტომ ჩვენ კარგად გვისმის ეს და მათ ეს არ ესმის და რატომ არ ესმის ისე ჯერეთი რომ ქართველები არ არიან ისინი ქართველები არ არიან მათ აქვს მარტო გვარი და სახელი ნაყიდი გაიგე ქართული თვითონ შინაგანად სულიერად ესენი ქართველები არ არიან. შინაგანად სულიერად ესენი არ არიან ქრისტიანი მართლმადიდებელი ადამიანები. ესენი არიან სატანისტები.
და სატანისტები და ანტიქრისტეები არასდროს არ დაეხმარებიან იმ გაჭირებულ ადამიანებს და ისინი ასე უაზროდ გაფანტავენ ფულებს, თავარი არის რომ თავიანთი ბინძური იდეოლოგია მოახვიან თავს დანარჩენ ადამიანებს, ხო? ეს იდეოლოგია მაგათი. საქართველოს ხო ყველა მიცის რომ ხაზარაძე და ჯაფარიძე სასამართლო აღიარა თაღლითებად. კი ბატონო. თაღლითებად. კი ბატონო. ამერიკაში ჩავიდნენ ახლა. თაღლითების ქვეყანა ამერიკა რა უნდათ იქ რომ ჩავიდნენ ტრამპი რა მაგათ მიიღებს მაგნაერ თაღლი. თუ არ იყვნენ თაღლითები შეეტანათ ევროპულ სასამართლოში, იქაც კი უთხრეს თაღლითები ხარ თქვენ. ევროპულ სასამართლო განაჩენი გამოუტანო სახელმწიფოს დააზარალეთ პირიქითო, გაიგე და ვალი გაქვს სახელმწიფოსიო. ეს ევროპულ სასამართლო გამოიტანა. თაღლითი ხალხი ჩადის იქ და უნდათ ნამუსი გამოირეცხან და ჩამოვიდეს ახლა აქ ამ ახალგაზრდებს უსწავლელზე ვინც არის რომ ჩამოვლენ. ეტყვი აი ჩვენ იქ ვიყავით და იქ სურათებს ქუჩაში ვიღაცაზე გადიღებენ. ანუ დაამონტაჟებენ მაგის რა უნდა დღეს ყველა ტექნოლოგია ინდონეზია არის ბატონო ამასთან ვიყავით იმანას შეკვირდა ის და ჩვენ მოვდივართ ხელისუფლებაში და ეს ახალგაზრდებს არ ჯერავდა არავინ მაგათ ხელისუფლებაში არ მოურჩევს არიან ღირსი რომ დღეს ტექნოლოგია ინდონეზიარი და სურათების მონტაჟებით და ეს შეიძლება სალომემ იგიც იკადროს რომ ვითომ და ტრამპთან წევს ლოგინში და გორაობს და ეს სურათიც დადოს მაგან გაიგე გვიაუნები იმდონის გარეწარი და უნამუსო ადამიანი არის გაიგე ხო ეხლა ხო მონიტორი წინ გადაიღო სურათი ასე მონიტორიდან აყურებიეს კაც მონიტორიდან აყურებიეს ქალს იქ რა ქვია და შიგნით დარბაზშიც არ შეუშვეს იქ ხო როგორ იყო იცი პირველი ხარისხის დარბაზი იყო სადაც ტრამპი იდგა და პრეზიდენტები და ესენი და იქ თავისი ახლო გარემოცვა მეორე ხარისხის დარბაზი იყო უკვე რომელსაც მონიტორი იყო მონიტორზე უყურებდა ადამიანები და მე საერთოდ ესე იგი რომ აბსოლუტურად ეს მეხუთე ხარისხოვანია ქუჩაში რომ თვილად რო ეცვა და ხაზარაძე და სხვადასხვა სექტანტები აი სალომე ზურაბიშვილმა ესეთი რაღაცა ვითომ და მიიწვიეს არავის არ მიუწევია ფაქტი სახეზე არის $50,000 გადაიხადა ბილეთში მეგობრებო იმისთვის რომ ჩათრეული იყო ეს ქუჩა მოწანწალე ფუფალა ქუჩა მოწანწალე ეს უღირსი ქართველი და არა ქართველი ფონდია ბადო ანდრესთან გაუქმებია ეს ფონდი მე არ ვიცი რა ფონდი ქონა თუ ინმეს ეხმარებოდა მაგის დახმარებული მე არავინ არც გამიგია რომ ვიღაცა ხო იტყოდა რომ აი პრეზიდენტი დაეხმარა ამას ხო ეხლა თუ გააკეთა პრეზიდენტმა ამინისტია ერთი მაინც გაეკეთებია ასეთი მაგთემასაც შევეხები ჩვენ ამ ფუფალას ხო და ესე იგი წარმოედგინეთ ახლა თქვენ ბატონო დავით გაიგე ეს ესე იგი რო ამბობენ რომ არიქაო და იქო სალომეო ტრამპამ მიიწვიაო არიქა და ხაზარაძეო და ისაო ჯაფარიძეო და ეს შერგოლეიშვილიო და ბოკერიაო ტრამპამ მიიწვიაო და ეს ისა რა ქვია კიდო გეგელია რო არის ასე იმასავე აი შენ პატრონს გეგელია საცოდაო სადახა ჯერ სად გაყავ თავი იგიც კი არის იქ შეუბედურო შენ ახალგაზრდა კაცი ხარ დროულად გამოეცალე მაგ სექტანტებს გაიგე ხო და ესე იგი მოკლედ წავიდენ ასე ხროვად ბოკერია ბიჭო კარგად იცის შენს და მეც თავის დროზე როცა ის იყო უშუალოდ საბჭოს მდივანი ისა რა ქვია გზანის ეკლესია დაანგრია დაარბია და გლები დაეჭირა და მრევლი დაეჭირა და დალეწეს და პიესი იდგა და სერს უყურებდა და ვანო მერაბიშვილი და ეს ხო მე კიდევ იმაში ორთაჭალეს ციხეში პიტავი მაგის ბრძანებით იყო კარმუშკებში რო შეუშვეს ავტომატის ლულა და ასე რომ მოცელეს ტელეპატიბრები გაიგე მე იყო და ესე იგი სულ ამ ანტისახელმწიფოებრივი იდეოლოგიის გამხორციელებელი ადამიანი და მოკლედ პიდარასტებისა და ამ ლიბერალებისა და ამ ფაშისტების ხელშემწყობი ადამიანი ხო ეს შერგოლეიშვილი და ფემინისტი გაიგე ფემინისტი ქალი გაიგე ანტიქრისტე და ეხლა ვერ გავიგე მე ვისთან ჩავიდენ ესენი ტრამპი რომელიც პირდაპირ ებრძვის ამ იდეოლოგიის მატარებელ ადამიანებს აი ეს ბალა კამელეონები ესენი რომ ფერსო იცვლიან ეხლა მაგით კიდაც შეიფუთო თქვენ რომ ტრამპს უბრალოდ თქვენიანები ვარ რომ როცა აქ ლანძღავდით ტრამპს და როცა აქ თავზე ამხობდით ტრამპს ყველაფერს და ხაზარაძე და ბიჭო ჯაფარი აი სირცხვილი არის სირცხვილი აი რა კადრებიც ახლა ჩვენ დღეს ვაჩვენებთ ტელემაყურებლებს სირცხვილი არის გაიგე რომ აი ესე რაღაცეერად უპატრონოთ აი არარაობის ისე იგი იმათ რომ იტყვი სტატუსის მატარებელი ადამიანად საღასა ქუჩაში აგდიხარ ქუჩა მომხატული გაიგე და მეტის ღირსი ხარ შენ ქუჩაში კი არა საერთოდ არ უნდა შეეშვეთ იმ ქვეყანაში და აქ კიდევ დასაჭერი ხარ ბატონო დავითო მართალი თქვა და აი ახლა მე მაინც მინდა რომ ტელემაყურებლებმა იცოდნენ გაიგე და
გაიგონ რამდენი მარტო მე კი არ ვამბობ ამას სხვაებიც ამბობენ და რამდენი გადაიხადეს და რა ესე იგი სტატუსით იყვნენ ისინი მიწვეული იმ ინაუგურაციაზე რომელი ინაუგურაციის ესე იგი თურმე თავარი შემოქმედებიდან თავარი ესე იგი რომ იტყვი სტუმრები ესენი ყოფილან ხო აგინებდნენ განწყობდნენ და ეხლა გაიხარდათ კაცო თუ აჩვენოთ კადრები ახლა ბატონებო და ნახონ ჩვენმა მოსახლეობამ სად იყვნენ ესენი აი ასე ბატონო დავით ქუჩა მომხატული ახლა ისე ძალიან ბოლომდე ვერ ჩამოუწევია ხაზარაძეს ქუდი რომ ესე იგი არ ეცნოთ მაგრამ ვის გამოეპარებით თქვენ ბიჭო გაიგე ვის გამოეპარებით თქვენ რო გონიათ ხო აი თქვენ რო დაძდეხართ და ადამიანებს აქ სელფებს უღებთ და რაღაცებს ეშანტაჟებით ხო თქვენ გონიათ მარტო თქვენ იცით ეს ყველაფერი იმაზე მეტი გაწვრთნილი და იმაზე მეტი პროფესიონალები არსებობენ რომლებსაც თქვენ ეს იზღებით გაიგე ისინი მართალი არ მოდიან თქვენთან პროვოკაციას არ გიწყობენ მაგრამ აი თქვენს უმსგავსობას უღებენ სურათებს და შემდგომ უკვე ეს საზოგადოებისთვის არის ცნობილი ხდება ყველას ცნობილი ხდება ყველაფერი და ეხლა ბატონო დავით ახეთ რა ხდება გასაგებია ესენი ეხლა ნუ ჩერგოლეიშვილი ეს ხაზარაძე ჯაფარიძე ეს ისა ლილო თუ ლელო და ეს ისა რა ქვია კიდო ეს აგვარია ჭუჭუ ვაშაძე ეს გეგელია ნუ ეთელი ხროვა რა ჩასული ხროვა ხო ეხლა წასული არიან ჩვენ ვიცით ისინი იმისაც რომ საქმე გააფუჭონ საქმე გააფუჭონ რომ აგენით ცდილობენ ახლა როგორმე ვიღაცას შეხვდნენ დაამყარონ კონტაქტი და ლანძღონ საქართველოს ლანძღონ ხელისუფლება მეც რაფერს არ არის აი შპიონი ბავშვები ვით არიან ხო იცი აი როგორც იყო შპიონი ბავშვები და ვინმეზე რამე კონტრომანდი თუ აქვს ეგრევე მიადგებიან ეტყვიან აი მას ვიტყვით თუ ჩვენი თუ არ მომხედა რატო არ მომხედა მაგრამ ჩვენ იმას ხო გაათიციან ვინ არის იქ დიახ ვინ არის რა თქმა უნდა აბარა ეს უნდა იქნეს დროზე მიწოდებული ახალი პრეზიდენტისთვის და ახალი მთავრობისთვის კი კადრები ახსენეთ თქვენ კადრები ახსენეთ ახლა ბატონო დავით და კადრები ახსენეთ სხვათა შორის სწორი ის არის რა ქვია თქვენი განცხადება და თქო გაითვალისწინოთ ბატონო დავითის განცხადება და შემოთავაზება ყველაფერი შეკრიბეთ გაიგეთ აი მათი განცხადებები რასაც გვარამია აკეთებდა რასაც სალომე ზურაბიშვილი რასაც ეს ესენი ჭუჭუ ვაშაძე და ასე შემდგომ ეს ჯაფარიძე და ეს ხაზარაძე და ეს გეგელია და ჩერგოლეიშვილი და ბოკერია და ეს დეკანოიძე და რა ვიცი ეს თელი აი რომ იტყვი კოლექტივ აი ეს გიგაური გიგაური და ეს რა ქვია იმას კიდო ეს ყოფილი სახალხო დამცველი რო არის ბომბები უნდა ხსიოდეს თავზეო ეს ლომჯარია ხო აი თელი ეს კოლექტიური ბოს ბანდა რასაც აკეთებდა ხო ეს კადრები შეკრიბეთ და გადაუგზავნეთ ტრამპის ადმინისტრაციას ელჩი მიაწოდეთ აგერ აქ განდაგანის მიაწოდეთ ეს არ გადააგზავნეთ ჩვენებს გადააუგზავნეთ იქ და ეს განახოთ როგორც ახლა აი ახლა 10 კვირის უკან და მართლაც ესე იგი გონივრულად გააკეთა გომელაური არის მაგარი კაცი შინაგან საქმეთა მინისტრი და მალადეს მაგას და ყოჩახ მაგას ხო ჩამოვიდნენ ევროკავშირის ევროსაბჭოს წარმომადგენლები რომლებსაც და პრეტენზიები პოლიციელებს და რომლებსაც პრეტენზიები უნდა დაეყენებიათ ხელისუფლებისთვის და თითი დაეყენიათ და ამე მოტივით ჩამოვიდნენ გომელაურმა დასვა ისინი მაგიდასთან ესე ნახეთ აი კადრები ბატონო აი ნახეთ ვინ არიან ესენი რა გააკეთეს მათმა როგორ ეხსეოდნენ ისინი პოლიციელებს და როგორ იხსეოდნენ საერთოდ და უთხრა პირდაპირ გომელაურმა არის თუ არა ეს დანაშაული თუ არ არის დანაშაული გვითხრით თუ არის დანაშაული გვითხრით ხო პირდაპირ ფაქტის წინაშე დააყენა ფაქტის წინაშე დააყენა და ამიტომ იყო რომ ხმა ჩავარდნილები წავიდნენ ისინი აქედან და ვერაფერი ვერ თქვეს აი ესა ყოველთვის უნდა დააყენოს ხელისუფლებამ და ნებისმიერი შეცდომა იყო ჯერ ერთი მაშინდელი ის ფაილების გაუქმება განადგურება ხო შეცდომა იყო ეხლა ხელისუფლებამ უნდა იმუშაოს თუ არა ამ მიმართულებით ძალიან ესე იგი რომ იტყვი ეფექტურად რომ ყველა ის ლობისტი რომელი ლობისტის იქიდან თიც უქნევს არა თუმცა ხელისუფლებას არამედ ჩვენ საქართველოს მოსახლეობას რომ ყოფას გიტირებთო ფაქტების წინაშე დავაყენოთ თუ არა ხო და ყველაზე კარგი ბატონ დრისანი ის იყო ტრამპი რომ გამოვიდა თავის სიტყვაში ამერიკას უნდა მივხედოთ პირველ რიგში დიახ ამერიკას ყველაფერს დავანებოთ და ოქროს ხანა უნდა დაიწყოს ამერიკაში ყველა თავის ქვეყანას თუ მიხედავს ყველა თავის ქვეყნის სავაჭრო ეკონომიკას განავითარებს მაშინ ასე მდგომარეობა არ იქნება ჩვენ ქვეყანაში ჩვენ არ გვაცლიან გასულ არ გვაცლის ეს არ გვაცლის იმიტომ რომ იქედან აფინანსებდა ესე იგი ახალ პრეზიდენტს ამერიკაში მიზნად აქვს დასახული სხვის საქმეებში არავინ აღარ ჩაერვეს სხვა ქვეყნის საქმეებში არავინ არ ჩაერვეს ეს არის ჩვენთვის ძალიან კარგი და თუ
თუ ერთ წელიწადში არ გამოსწორდება სიტუაცია, მაგასაც ნახავ. მე იმედი მაქვს ძალიან დიდი. არა, ნუ ეხლა ეგ გასაგები არის, იმიტომ რომ ეხლა ცვლილებები ვერ მოიქცება ჩვენ ყველგან და ჩვენ სასიკეთოდ უნდა იყოს. პირველი აღარ რა არის იცი დავით, ნახე რა ხდება. ნახე რა ხდება ბატონ დავით. ეხლა გინდა არ გინდა შენთან ეს მოვა შენამდე მოახსევს. ახლა უნებრივია ტრამპს თავისი ისინიც ეკნება პირობებიც, ხო ეს ასეც არის, გაიგე? ხო, როგორც ჩვენთან ისე ხო, თავის პირობები ეკნება და ის ეხლა რანაბიჯებიცოთ, მაგრამ პირველ რიგში დაიწყო მოქმედება ხო და ხელი მოაწერა კანონებს, ხო? ხო, იქ გარკვეული კანონები ჩვენზეც იმოქმედებს. თუნდაც ის LGBT იმასთან დაკავშირებით, ხო? თუნდაც ის რომ დაფინანსებასთან არავინ მოგთხოვს გაიწვიეთ მაგ კანონი. ხო, არავინ მოგთხოვს. ხო, თუ აგენტურის კანონთან დაკავშირებით, ხო? ეხლა ნახეთ დაფინანსებასთან დაკავშირებით. გუშინ წინ გააკეთა ანადოლიძემ განცხადება. ну ახლა ანადოლიძის განცხადება კოლექტიური სექტანტების განცხადება არის, რომ ევროკავშირს და ამერიკის შეერთებულ შტატებს თხოვენ დაფინანსების ის გაიზადოს ზღვარიო, გაიგერო, ფული გამოველიათ უკვე, ფული გამოველიათ უკვე და თხოვენ უკვე, გაიგერო, ახალი ფინანსების ის ამოვიდესო რა, ნაკადიო, იმიტომ რომ ახლა ყველამ ვიცით, რაში დასხმარდება ეს ფული, ხო? ეხლა ამერიკის შეერთებულ შტატებში გასაგები არის, რომ ტრამპის განცხადებიდან გამომდინარე, ჩვენ სხვა ქვეყნებში დასახადი ფული არ აგვაქვს, გაიგე, და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას უნდა მივხედოთ, ხო? აი ეს არის ჩვენთვის ძალიან ხო. ეხლა იქ და ევროკავშირშიც ძალიან ცუდად არის საქმე. ძალიან ცუდად არის საქმე. იმიტომ რომ ამერიკა აღარ დააფინანსებს. ეს ამავდროულად ის ლიბერალი LGBT ფაშისტური იდეოლოგიის მატარებელი ლიდერები ვეღარ იქნებიან ესე იმათ გაფართოებულ არეალში, რომ მოქმედებდნენ, ხო? და ამიტომ ეხლა ამათმაც ის ვიქბირეს, მოდი ეხლა კიდევ ერთხელ გამოტყუოთ ფული, სანამ დრო არის, ხო? და ეს ფული ჩვენ უკვე სათანადოდ გამოვიყენოთ ჩვენთვის. ყოველ შემთხვევაში იციან რომ მაინც ვერაფერს ვერ გააკეთებენ ხელისუფლების წინააღმდეგ, როცა უკვე მათ მთელი ესე იგი სისტემა უჭერდა მხარს ამერიკის შეერთებულ შტატების თეთრსახის ადმინისტრაციამ, მაშინ ვერაფერი ვერ გააკეთეს ახლა, ერთი ორი თვის უკან, ხო? და ახლა მე თუმეტეს ფაქტიურად ვერაფერს ვერ გააკეთებენ, ხო? მაგრამ ესენი რამეზით უნდათ ამ ფულის მიღება ამათ და რაში უნდათ ეს ფული გამოიყენონ და ხო არ არის აქ კიდევ ისევ კვლავ კორუფციული გარიგება ამ თავიანთ ლობისტებთან მიმართებაში. რა თქმა უნდა ეს ფული ადგადი უკან უბრუნდება და ისე არავინ არ მიწევს ამათ ფულს. გარკვეული ნაწილი, უმეტესი ნაწილი უკან უბრუნდება თვითონ. დიახ. დანარჩენს ესენი კი ხედავთ რა აზაგეთებენ, აწოვენ აგერ რევოლუციებს და იმ ბავშვებს ორგაბის რაღაცას გადუგდებენ, დანარჩენ კიდე სათამჯენებს იშენებენ და ნახეთ ოპოზიციის ის ამოწიონ და ნახოთ. ლომჯარიას გიგაურის ისენი ნახოთ ვილები და ისენი კაცო. რამდენია თუ აქვს საქართველოს თუ საზოგადოება. ამას კიდულობ თავის ქონებას კაპიტალს ხდიან, მარნებს აკეთებენ, მერე სასტუმროებს აშენებენ და ესეთი ბიზნესი უნდა. ამ ფულით. ისინი ამ ფულით შემოსული ფული. აბა მაგაცა, ახლა მაგა ბიზნესი მაგათ არ აქვს და ეს. რევოლუცია აინტერესებთ, იმიტომ აინტერესებთ, უფრო ხელს მოითმენ, თავრობაში მოვალ და მეტი გვექნება და ესეთი. მეტად გაძარცვენ ბიუჯეტს. მაგრამ 12 წელიწადია რაც რევოლუციას აკეთებენ, მაგრამ დღემდე მაგათი გაკეთებული ვერაფერი ვერ გააკეთებენ. რევოლუციას კონკრეტული პარტიები კი არ აკეთებენ, კაცო. ხალხი აკეთებს რევოლუციას. ხო, აბა ხალხი აღა ვინ დაუჭერს ამ ამოტყუებს იმას ხარს ბიჭო. რაღაც უნდა იყოს ისეთი თემა, რომ ხალხი გამოვიდეს ქუჩაში, მაგრამ თემა არ აქვს. მაგრამ თემა კი არა და არაფერი მაგათ არ აქვს. ხალხს მშვიდობა უნდა. ამად ომი უნდა და რომელი ჭკუათ ყოფილი გამოვა დადგება მაგათ გვერდში. რომელია მეომარი მაედან? ლომჯარია მეომარი, გიგაურია მეომარი, თუ ის ბარამიძე ხავთ მეომარი კიდე ის ხაბაზი ხავთ ყობა. გუგუმა რო იარაღი რო უჭირავს გუგუმა. ყობა, ჩვენ ვიცნობ სამანეთიანი შპიონი. სესილი გოგიბერიძის სამანეთიანი შპიონი იყო ბავშვი, აი ეროვნული მოძრაობის დროს. არ გითხრა. სამანეთს ვიცოდა სესილი გოგიბერიძე და გამოვიხილო ჩვენთან იმაში იმელი შენობაში. მოაწყობ ქუჩაში. ვერაფერს ვერ მოაწყობ, მithქვია, გეტყვით და გეუბნებით. თქვენ არ ხართ ის საქართველოს რევოლუცია მოაწყო. არავინ თქვენ არ ახვევათ, იმიტომ რომ ჩვენი ხალხი არის ძალიან ბრძენი და ნიჭიერი. კი ბატონო, მართალი ბრძენი. ოდიასახ ასეთი ეს საქმე ის კი არ არისო, კაცო. იქ არსებობს რამე თუ არა, ხვდები.
საქმე ის არის რომ ცოცხალი ვიღავიო და რასაკეთებდი ის არის საქმე. ბატონია რა რასაკეთებდი ამ ქვეყნიურად რა გააკეთე ისეთი სიკეთე რომ შენ იქ მიგიღონ გაიგე იქ რომ მიგიღონ ისეთი როგორიც უნდა მიგიღონ გაიგე მაგრამ ამათ აქ აქვს ჯოჯოხეთი და იქ რა ექნებათ კაცო აქ აქვს ჯოჯოხეთი აქ თვითონ აი აქ ის ჯოჯოხეთი მაგათი ცხოვრება არის ჯოჯოხეთი აქ მე არ ვიცი ახლა ბატონდრისამ აი ხო ჩამოვლენა ხვალ ზეგი ისინი აქ იქნებიან კი აი საინტერესო რა სიტყვია სურათებს ჩამოვიდა რა გადვიდეთ იქ გადვიდეთ ამას შევხვდით იმას შევხვდით ვაშაძე რის ვაშაძე მაგას თუ თავი ბიჭო ეგეთი გათახსირებული კაცი ეგეთი გათახსირებული კაცი აი ეს იქ ვინ დგას რუსთაველზე ეს ჯოგია მაგა ჯოგია ხო ჯოგია მაგას სხვა სახელია რო გატყუებთ ეს კაცი როგორ ვერ ხვდები ჩემამდე ესე იგი რაღაცას მართლა გიხდიან თქვენ თუ არა რავადებიჯერო ახლა არ მოწყინათ ვაშაძე კი მართალი განდებით კაცო არავინ ჩვენ არ მართავს არა იმით გადიხართ ახლა თქვენებით გადიხართ თქვენმან აღარ არის 99 წელი და ეს როგორ ეხლა რასაც თქვენ ზარას საკითხსაც თქვენ შეეხეთ ეხლა ეგე რომ გადიან რუსთაველზეო და რაღაც თქვენებით გადიან და ესენი არის მე გეტყვით ახლა სულ ყველა დაფინანსებული NGO-ს წევრები დაფინანსებული ახლა ნახეთ რა ხდება მაგათ აქვს ეგეთი სისტემა წყობილი ახლა მაგათ ხო ახლა რატო ითხოვს ის დოლიზე ფულს ახლა იმიტომ რომ ახლა ეს ხალხს ამ ხალხთან გონდებს კიდევ ხო რომ ის არ ის რესურსი არ დაკარგონ რას გააჩინათ ესენი არიან სამსახური ახლა რუსთაველის პროსპექტი არის მაგათი სამსახური საღამოს 7 საათზე მიდიან ღამის 11 საათამდე როგორც იყო ხო იცი ავტოქარხანაში ქუთაისში და იმაში გაიგე ამ იმაში მაუდის ფაბრიკებში და იმაში 6 საათზე შედიოდა მეორეს ვედა და ღამის 11 საათზე დავდებოდა პროდუქციას მაიცქვი ისი ახლა ესეთი გაიგე ეს არასამთავრობო ეს NGO-ს ავამტყოფები სექტანტები მიდიან საღამოს 7 საათზე 11 საათამდე იქ მოკლედ მიდის თელი ვათხანალია ზოგს აქვს ესე იგი რომ ეტყვი ასე რაღაც იმ მიწისქვეშა გადასასვლელებში თელი გადაბმული სექსი ზოგი ნარკოტიკებით იჟენთება და არის თელი უბედურობა თუ აღჯერათ ჩემი ბატონებო დილას მივიდნენ 5 საათზე იქ რუსთაველზე მიწისქვეშა გადასასვლელებში და აი მე ისინი რო არის დასუფთავების სამსახურები მეშოკებით გამოვაქვთ იქიდან პრეზერვატივები გაიგე მეშოკებით ხო ეს სამსახური აქვს მათი იქ ამ სამსახურში მათ უხდიან ხელფასს ღებულობენ ნებისმიერი ადამიანი რომელიც იქ დგას და აი ამ თავის ფუნქციურ მოვალეობას ასრულებს ამ ეშმაკურ მოვალეობას და აი ამ სატანისტურ მოვალეობას ყველა დაფინანსებულები არიან ეხლა გამოელევა თანხა მაგათ და მორჩა დამთავრებული საკითხი არის უკვე სადღაც ეხლა მე ვარაუდობ ჩემი ვარაუდი თებერვლამდე უკვე მაგეთი თავისუფლები იქნებიან რა ევროკავშირმა რომ 120 მილიონი შეგვიჩერა ევრო დიახ საქართველოს ხო შეუჩერა მე მგონი მაგათ გადმოურიცხა ეს მაგათი გადაამისამა ტალღა რო იყო რევოლუცია მაგით იყო და ის ტალღა გაინაწილეს როგი ახლა ამერიკაში ბილეთების ყიდვის ხო უნდა ვატყულია კი ბატონო მაგათი იყო ხო და ნახეთ ახლა ბატონო დავით როგორი ჯერ რა კონტინგენტი და რა კატეგორიის ხალხი არის აი უბრალოდ ბერმა ადამიანმა ეს არ იცის და ბერმა ადამიანს ეს არ აინტერესებს მაგრამ ცუდია რომ არ აინტერესებს იმიტომ რომ ხო უნდა იცოდეს შენ ვინ ადგას და რა არის და რა ჭკუის და რა აზროვნების ადამიანები არიან და რა ხედვები გააჩნიათ და რა საგვანან საერთოდ ისინი და არიან თუ არა ისინი ადამიანები ხო უნდა იცოდეს და ამიტომ ჩვენ განახეთ ახლა მეგობრებო როგორ და გთხოვთ აჩვენოთ კადრები ის კადრები რომელი კადრების არის რუსთაველზე ადამიანები რასაც ისინი აკეთებდნენ ჩადიან პირველი დღიდან აქ ვარ, უკვე ბევრი წელია აქ ვარ. ანუ ის როგორც ბევრი ადამიანი აქ და განწყობა მაქვს ის, რომ აი რაღაცა მჯერა იმის, რომ მივალთ იმ ნიშნულთან, სადაც რაც არის ხალხის ნება. ბატონო, აგერ, ხომ ხედავთ? ჩვენ ხوار ვიგონებთ ამას კაცო. ჩვენ ხوار ვამბობთ ამას და ჩვენი მოგონილი ხوار არის ეს კაცო. ეს არის ყველაფერი ფაქტები, მტკიცებულებები და უამრავი კადრები არსებობს კიდევ და უამრავი კადრები გააჩნია იმას, როგორც ტელევიზიებს, ასევე ინდივიდუალურ პირებს, რომლებიც იქ თავის, ესე იგი, რომ იტყვი, სომის მოყარეობით მიდიოდნენ და უნდათ გაიგოთ მართლა რა იყო იქ და მართლა იყო თუ არა პროტესტი იმისა, რომ ქვეყნის გადარჩენის დაინცვა რომ ნახეს იმ ადამიანებმა რომ აქ რაღაცა სხვა სიტუაცია არის და არ არის ეს მართლა ის პროტესტი, რომელიც პროტესტის საფუძველზე რეალურად ჩვენ ქვეყანა გამოძვრებოდა სიტუაციებიდან, წამოვიდნენ, ზურგი აქციას წამოვიდნენ. ეხლა ეს დარჩენილი ადამიანები, ეს კონტინგენტი, რომელი კონტინგენტის ეხლა არის რაღაც პატარა მცირე, ძალიან მცირე, ხო?
ამასთან დაკავშირებით ეხლა არის თუ არა საჭირო და სახელმწიფომ უნდა შექმნას თუ არა რაიმე მექანიზმი იმასთან დაკავშირებით, რომ აი ეს ადამიანებიც და ეს რაღაც გარკვეული ტვინგა დაბრუნებული და რომ იტყვი ხარმოქცეული ადამიანები სწორად სწორზე დააყენონ და სისტემამ უნდა შეიცვალოს რა სისტემა ქვეყანაში. სახელმწიფო ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ მშვიდობიანი გამოხატვა თუ აქვს, კი ბატონო. გამოხატვა მშვიდობიანი, მაგრამ რა მშვიდობიანი გამოხატვა, როცა შპრიცებით სავსეა იქაურობა. საშინელება. ამაზე საჯელი ხო არის. ხო არის საჯელი. აი ეს უნდა იმასაც. ნარკოტიკები, ფასიანის კლუბი გადმოიტანეს იქ. ხო და აი უნდა იყოს საჯელი, ესენ სულ ყველა პასუხისმგებაში უნდა მიეცეს. ან საიდან შემოვათ, ან ვის მოაქვს, ან მომწოდებელი ვინ არის, ან ფულს ვინ უხდის, უფასოდ მაგას არავინ არ რასამო, ვინ მოგცემს ნარკოტიკს უფასოდ. ამაზე უნდა იმუშაოს გომელაურის სისტემა. გომელაურმა უნდა იმუშაოს და მე მგონი მუშაობს, ჩემი დარიგება არ ჭირდება. არა, გომელაურმა ახლა მაგრად გაართვა თავი. გომელაურის უწყებამ თვითონ გომელაურმა თავი აი ძალიან კარგად და მე ახლა მაპატიეთ და არ შემიძლია რომ აღნიშნო მათი ოპერატიული მოქმედებები და მათი ესე იგი რომ იტყვი ესეთი გრანდიოზული რომ იტყვი მასშტაბური ოპერაციების ჩატარება რაც ესე იგი ქვეყანა გადაარჩინეს. იყო მაზე სისხლზე რომ რამენაირად სისხლი დაურილიყო და ეს მართლა იმ სისტემის დამსახურება იმ ბიჭების დამსახურება იმ პოლიციელების ვინც იგიდა დღე-დაღამე და მართლა თავის მოვალეობას პირნათლად უასრულებდნენ. მართლა ასრულებდნენ. რა, რასაც ქვია, გულწრფელად ასრულებდნენ თავის უფლება-მოვალეობას. აბა როგორი ასატანია, დედას გაგინებენ, შვილს გაგინებენ, დას გაგინებენ, ყველაფერს გაგინებენ, ქალები გაგინებენ, კაცებს თავი დაანებენ, ქალები, ისეთ საზიზღრები, მსახიობებად და იმა თეატრის ხელმძღვანელებად რომ მოაქვს, თავი ამ უპატრონებს, თეატრში ვინ ხავთ, ვე უპატრონებებო, იქაც არ ხავდათ მაყურებელი და მსმენელი თქვენ. სადაა თეატრი? სადაა თეატრი? ესენი არის ბუტკის მსახიობები და იმ რა ქვია, კონტეინერის ესენი რეჟისორები. უარგისები ხარ. თუ მაგენი არც ერთი სახელმწიფო თეატრში არ მუშაობენ, კაცო. აი ესენი გამოსაყრელია იმ სამსახურებიდან, სულ ყველა რა უნდა, ამ ნაირ ხავს თეატრში, მიტინგი უნდა, ქუჩაში უნდა, ეგ და ეყარონ ქუჩაში. და იქ ქუჩაში უნდა გამკაცდეს კონტროლი. ერთ ფერს იქ ჩვენმა მერმა ისე მიხარია თბილისი, ასე მგვანება ნელ-ნელა. ეხლა რამხელა პროექტი დაიწყო იმ სამხედრო გარადოგი რომ არის, აი მასივის დასახლებაში. რამხელა პროექტი დაიწყო. უნიკალური პარკი შენდება. ბიჭო, იქ გამწონება რო დაერგა, ხეები რო დაერგა. ხეები მოჭრეს. და აფუჭებს. ხეები მოჭრეს, რა უნდა დავით, იქ რუსთაველზე მოჭრეს ხეები და აი ამაზე ყველა უნდა მიეცეს პასუხისმგებაში, სულ ყველა. არ არსებობს ის დანაშაული ყოველღამე ხდება იქ და ისინი სულ ყველა უნდა ეს რაც მაგენა რუსთაველზე გააკეთეს, ხო? და როგორც რა მდგომარეობაში მაგენა რუსთაველი ჩააგდეს, ხო? ეს არის ვანდალიზმი, მეტი გერაფერი. კიდე მე ტურისტები არ შემოდიან და გავღარიბდით, საიდან შემოვა, რომელი ტურისტი შემოგივა, ქუჩას აღარ გავდა, რუსაველს აღარ გავდა. რომელი ტურისტი შემოგივა და ინფორმაციას კიდე თქვენი ტელევიზიები რო ავრცელებს, აუ საქართველოში 100-ია და იმას ეშინია, იმას ფული რომ უნდა დახარჯოს, მშვიდობიან ქვეყანაში უნდა და ჩავიდეს და დაიშალოს, ხო? კი ბატონო. ეხლა იცით რა არის უამრავი დანაშაულებებია მომხდარი. უამრავი დანაშაულებები. აი ოქტომბრიდან რომ დაიწყო 26 ოქტომბერში ჩატარდა არჩევნები და მეორე დღეს უკვე 28-ში რომ დაიწყო უკვე საპროტესტო აქციები და ეს მიწანწალა მივიდა, ეს გათახსირებული უნამუსო ქალი, ეს ქუჩა მოწანწალე მამაშა, ოპოზიციის მამაშა სალომე ზურაბიშვილი და წაახალი საით მომიტინგეები და უფრო მეტ აქტიურ ფაზაში გადადიიყო. იმ დღიდან რომ დაიწყო წავიდა გამწვევებები, შემდგომ იყო მცდელობა პარლამენტის შენობის იერის შენობა გადავიდნენ დაჯგუფებები და სხვადასხვა იმ დაჯგუფებებში იყო ერაყელი, ირანელი, უკრაინელები იყვნენ, ძალიან ბევრი უკრაინელები იყვნენ. ლიბერალები, რუსები, ლიბერალი ისეთი რა ქვია, ბელორუსელები, ხო? და იყვნენ სხვა ქვეყნის უცხო ქვეყნის წარმომადგენლები კიდო. რამოდენიმე დაჭერილია, დაპატიმრებულა დაარჩენები გააძევეს და დეპორტაცია გაუკეთეს. დაადეპორტეს, ხო? რომლებმაც ესე იგი ფაქტიურად დაანგრიეს რუსთაველი. ამას ქვია რუსთაველის დაანგრევა. დააზიანეს და სასიკვდილოდ გაიმეტეს პოლიციელები.
მე ახლა სამხედრო კაცი ვარ და შენ სამხედრო კაცი ხარ და კარგად იცი შენ მე რა მოხდა იქ მაშხალები ესროლეს და პილოტი რა ვაგე გადრება კაცო მსხვილ კალიბრიანი ეს პილოტექნიკა რომელიც გამოყენებული იქნა როგორც ყუბარმწყნოს ესე იგი ჩაანაცვლეს ასევე ტყვიამქვევის როლში და ხონდათ ეს ყველაფერი გაკეთებული იყო სპეციალურად იმისათვის რომ თქვენ წარმოვიდგინეთ ისიც ვიცი ვინ ასავლი და ვინ არის მაგის კი ბატონო ყველა ვიცი ჩვენ კარტკარბო გააკეთა მაგი უკვე ძველია კაიგე ხო და ის რო ადამიანს მოხდება მსხვილკალიბრიანი პილოტექნიკა და აბა რა კაცო ის რო მოხდება ადამიანს ის მოკლავს აბა რასიზამს კაცო მოკლავს აბა რასიზამს ის თუ მოხდა ისეთ ადგილას დაუშვათ და მე თან უბრალოდ მოხდა ყისერში ყელში საძილე არტერიაში გაიგე მოხდა თავში პოლიციელები ვიტყვა დასახინჯრებული სულ ყველა რა ქონდათ კიდე გაკეთებული ამ იმას ამ მაიმონ გოგუებს ხე ლურსმები ქონდათ ასე წინ გაკეთებული და ასე უტყავდნენ წვივებში პოლიციელებს გაიგე აი ესეთი მეთოდებით აკეთებდნენ ყველაფერს ესე დანაშაული არის ხო დანაშაული არის ის რომ მოლოტოვის კოქტეილებს ესწრეულები წვა პარლამენტის შენობას გასახა რაღაცა რა არის ის რამდენი ადამიანი დაიჭირეთ ერთი მითხარით ეს არ არის საკმარისი ასეთი მასშტაბური დანაშაულებების ჩადინასთან დაკავშირებით ეს არ არის საკმარისი კიდევ მეტია საჭირო და კიდევ უნდა მოხდეს ამ ადამიანების იდენტიფიცირება და ვინც არის ორგანიზატორებია ხაჭირება უნდა მოკიდონ ხო რა ხელი ორგანიზატორებს ორგანიზატორ პირველ რიგში ჯერ დამნაშავეები უნდა დაიჭირონ კონკრეტულ ფაქტებზე დიახ ვინც არის დამნაშავეები და იმათმა ის უნდა აღიარონ ვის დავალებებს ასრულებდნენ იქ და აუცილებელია იმათი დაჭერა სულ ყველასი ვინც ჭრდილში იდგა და ჩვენ არ ვართო და ხელმძღვანელი არ ვართ ამ იმის მიტინგების აბა თავის მოდიოდა ის ხალხი თქვენ თუ არ გახავდა მაგას ვერ დაგიჯერებ და ვინმე თავში მოიხარშა ეს შურდულით როგორ უნდა ესრულა თქვენი პოლიციელებისთვის იმ მომიტინგემ იმ პატარა ბავშვმა იცის მაგი და ახლა აბრალებენ ცეცხლაძეს ყველაფერში თუ ცეცხლაძე იყო დაჯერილი ხო ცეცხლაძე იყო აი ვინა ეს შპინგალეტი ვიღაცა მაშინ შეცდომაში შეყვანილი და ტვინ გამორეცხილი ბავშვი არის ცეცხლაძე კი არა ეგ ზემოთ რო გიზით იქ მაშინ რო არის იქ დიდი თავებიანი გაიგე იმათ მოგიდეთ ხელი ისინი დააპატიმრეთ იმათ მე ისინი მეც საზოგებაში ჯერმა არ მინა ტელევიზიაში ვილაპარო დასაჭერი ადრე ადრე იყო ისი დააჯერე და გეთანხმებით ბატონო და ადრე იყო ისი დააჯერე თავიანთი მე ჩადენილი დანაშაულებებთან დაკავშირებით და ბევრს მიუძღვის წვრილი მაშინაც კი მაშინაც საქართველოს ღალატში 2004 წელი არ გეპატიებად არავის რო იცოდეთ 2008 კიდე სხვა არ და 2004-ზე რო არავინ იღებს სხვა იქ ხალხი არ დაიღუპა იქ ხალხი არ დასახელდა და რა ვაფიქრობ მე ვიყავი მაშინ გენშტაბი მე ვიყავი მაშინ გენერალი აღავიცდათ ის მე ყველას არავის არაფერი არ დაგვიწყებია ჩვენ ვიცით არავის არაფერი არ დაგვიწყებია ყველაფერი ძალიან კარგად ვიცით 2004-ში ხაშურში ოსიაურის ბაზაზე ხო რო გაიწვიეს ეს თვითონ უგულავა ბოკერია ორითე ჯერ ერთიანი სწავლება უნდა გავაკეთოთ ოფიცრობა რომ მიეღოთ ამ პატრონო ხავს წავიდნენ ერთი თვით ოსიაურის ბაზაზე ჩაიწვეს ფორმები და დილი დაშაგავდნენ ერთი კვირა გოლდეს და არა ორ კვირა არაფერი უბრალოდ თავი გაიპიარესო ხო სამხედრო პილოტები არ ქონათ მაგას ეს ყველაფერი გამოსაძიებელი რო აი თქვენს პატრონს თქვენს რომელი სამხედრო იმიტომ მოგივიდათ 2008-ში ის რაც მოგივიდათ აი ეს არის გამოსაძიებელი იქ ვინც გაიარა ისწავლება ვინც მიიღო ოფიცრობა ერთი გამოვით დადეგით რა ოფიცრები ხარ თქვენ რა ისწავლეთ ამდენი იქ 2000 გახსოვს როგორ არ მახსოვს კაცო როგორ არ მახსოვს როგორ არ მახსოვს გამზადებას გაივლებსო ოფიცრობას მიიღებსო მე მგონი კეზერაშვილიც მაშინ ყველა სულ ყველა ვაგენი ვინც ესე იგი მოვიდა 2003-ში ხელისუფლებაში ეს ვინც იყო ეს კმარა და ეს მთელი ეს ისა სექტანტური დაჯგუფება თავისთვის გააკეთეს ეს შეკრება გააკეთეს ვითომ რეზერვისტების შეკრება წაიყვანეს ტელევიზიებს დაიპიარეს თავი აი ესენი გადიან სამხედრო მომზადებას აჩვენეს ტელევიზიით და მეორე დღეს ესენი გამოყვნენ იმას რა ქვია გადამღებ ჯგუფს უკან სახლებში. ხო და კეთილი ინება. და მიიღეს წოდებები ოფიცრის წოდებები. ახალმა პრეზიდენტმა ხალხის ძალა მიაძვის ალბათ ამ ინფორმაციას იმას. ამოწიოს ისაბუთები. როგორ მიიღეს წოდებები? ვინ იყო 2020-ში? აბძანებით, რანაირად მოხდა ეს სამხედრო
არ vicი მე სხვა ქვეყანაში სათხდება ერთ თვეში კაცი გენერალი გახდეს. არსად არ ხდება, მარტო საქართველოში მოხდა ეს. საქართველოში მოხდა ეს მარტო ყველაფერი. ჩვენ წლებია 30 თუ 32 წელიწად ვიმსახურე ჩვენ ჯარებში. ასეთ ხალხს მე მიცეს იმის ქალაქ თბილისის თავდაცვის სქემა შეადგინეო და ხო გაგდი, ხო გიდევთ თავდაცვის სქემა რო შეგიდგინა, გამოიტანე დაჩვენეთ ხალხს, არ წვენიათ ბიჭო. ბრიგადა ყავს იმაზე 3000 კილომეტრზე გაშლილი კაცო. აბა. ერთ-ერთ გენერალს. მერე გაშალა. ბრიგადა თავდაცვის დროს. რა ვიცი, ბადოდრისა. სად გაიშალა 3000 კილომეტრზე ბრიგადა ვიღავი. სად გაიშალა? 8 კილომეტრი გამიგია 2800 კაცია მეტი ყარა ბრიგადაში. 4000 კაცამდე არის. ხო, ნუ 3000 ბიჭო თავის დამხმარე იმია და 3000 კაცი უნდა გავიქ 3000 კილომეტრზე უნდა გავშალოთ, ხო? 3000 კილო გაუშლია და ესა. სადაც 3000 კილომეტრი საქართველოში ვეთქი. უდევთ გენშტაბში დევს ეს ისა. გეგმა. გეგმა. ვინც გააკეთა ხელით მოძერილია ეს და ბეჭედი არ ყავს. რომ მაჩვენეს თქვენ თვალები მე თქვი ეს არის. არავის საჭიროდეს ამერიკელს ვიღაცა. სიცხვილია. თუ ამერიკელი დაეთანხმებოდა. თავდაცვის დროს. ამერიკელი დაეთანხმებოდა ბიჭო რა. შეტევაზე შეიძლება 12 კილომეტრზე გახვიდე, მაგრამ 8 კილომეტრიკეთ არ არსებობს თავი. ბიჭო, ამერიკელი შეიძლება დათანხმებოდა, გაიგე? იმიტომ რომ რაც უფრო მეტი ტვინ გამორეცხილი და გამოშტერებული და გამოთაყვანებული ისეყოლებოდათ მაგათ აქ ქვეყანაში, მათთვის უკეთესი ეს, გაიგე და ამიტომ დათანხმებოდა ამერიკელი. სულ ყველა დასაჯელია ბადოისა და ეს ხალხი. ეს არის ახლა დასაჯელია. დასაჯელი სულ ყველა და აი ამას რა ვიცი ახლა შეიქმნა ეს პარლამენტში საგამომძიებლო ჯგუფი და მე მგონი ამ ინფორმაციას ოიძებ თუ არა მე მოგწერთ. ან აგერ ბატონი ტრისანი უამრავი მასალები, უამრავი მტკიცებულებები ხა ბატონმა დავითვა ახსენა აგერ ახლა ეს ნახე, გაგეცინე. კომისია ახსენა. ხო, არავის საჩვენო თავი მოგვეჯრება. კომისია ახსენა, საგამომძიებლო კომისია, რომელიც პარლამენტში უნდა შეიქმნეს და მართალიც არის, უნდა შეიქმნეს და მე უკვე ვიცი დარწმუნებული ვარ, მაშინ შეიქმნება და მისი ეფექტიანობა იქნება მაშინ და დავინახავთ მაშინ იმ დროს, როდესაც უკვე საზოგადოებრივი ჩართულობა იქნება ამ კომისიაში. აქ მანდ კიდევ გეუბნებით, თუ ერთი ნაციც მოხდა, ყოფილი ნაციც, მაგ კომისიაში ყოფილი ნაციც, ხო? დამთავრებული საკითხი არის, კომისიას არავით არის, ესე იგი ეფექტური მოქმედების საშუალება არ მიეცემა. და ჩვენ გვაქვს უამრავი მტკიცებულებები და უამრავი მასალები იმასთან დაკავშირებით, თუ რა სამხედრო დანაშაულებები იქნა ჩადენილი 2008 წელს 2006 წლიდან 2008 წლამდე. ხო, 2004 წლამდე, ხო. რა დანაშაულებები იქნა ჩადენილი, ამის მტკიცებულებები გვაგვაჩია ჩვენ დოკუმენტალური, რომელიც ჩვენ ჩვენი ერთობლივი მუშაობით, ჩვენ ჯგუფში სამხედრო ერთობლივ ჯგუფში მუშაობდა უშიშროების პოლკოვნიკი ბატონი კონსტანტინე ფორჩხიძე, ჩვენ ჯგუფში მუშაობდა ბატონი რევას სახვაძე, არა იდეალური და არაჩვეულებრივი სპეციალისტი, რომელმა ადამიანს თავის თვალით და თავის ესე იგი ზუგზე გადაიარა იმ 2008 წლის ჯოჯოხეთურმა ცხოვრებამ და მე სააკაშვილმა დეიჭირა და დღემდე სააკაშვილის პრობლემები დაძდებს უკან და კაცი ხელფას ვერ ღებულობს ბიჭო, გაიგე? მაშინდელი გამოტენილი სააკაშვილის დროინდელი დადგენილი განაჩენის საფუძველზე ციხე ხომ მოხდევინეს და დღეს ხელფას ვერ ღებულობს, გაიგე? და ამიტომ არის რომ სამართლიანობის აღდგენა თუ დაეწყება, ხო, ამ ადამიანებიდან დაეწყეთ, გაიგე? კოტე ფორჩხიძე, რომელიც არაჩვეულებრივი პროფესიონალი კაცი არის და არაჩვეულებრივი სპეციალისტია თავის საქმის და ვანო მერაბიშვილმა გააუბედურა და გაწირა რევას სახვაძე, რომელიც საჰაერო თავდაცვის სისტემის სპეციალისტი არის. საქართველოში ეგეთი სპეციალისტები ძალიან ცოტა გვყავთ ჩვენ კაცო, გაიგე? ხო და ამ ადამიანს მიხედეთ, წაიყვანეთ, მოусმინეთ, ბიჭო, ის ხوار გეუბნებათ რომ თქვენო ისეთი გამამდიდრ მოусმინეთ ამ კაცს და გასწავლეთ, გაიგე? ბევრი აღუზდია მას, ხო და ასეთი ადამიანები დაიყენეთ გვერდში, გაიგეთ რაშია საქმე და ასეთი ადამიანები თქვენ პირიქით სიკეთეს გაგიკეთებენ და პირიქით ეს უკეთესად გააუმჯობესებენ თქვენს მუშაობის იმას ეფექტს იქ კომისიაში, ესმით დაუძახი ამ ადამიანს კომისიაში და ამ ადამიანებს დახმარებით თქვენ უამრავ მტკიცებულებებს დადებთ, უამრავს. ეს გადადგით ეს ნაბიჯები და სხვათა შორის ჩვენ გვექნება ხოლმე ყოველთვის შეკითხვები კომისიასთან, იმიტომ რომ მე ერთ-ერთი დაზარალებული ვარ სააკაშვილის რეჟიმის დროინდელი და მე დღემდე ვითხოვ სამართლიანობის აღდგენას და ახლა მე ამ შანსს ხელიდან არ გავუშვებ, არასდროს ყოველდღე და ყოველ წუთში ვიქნები იმის შემოძახილში, რომ დაისაჯოს ნაცები, დაისაჯოს ის ადამიანები, რომლებმაც ამ დანაშაულებებში მიიღეს მონაწილეობა, გაწმინდეთ სისტემები, გაწმინდეთ პარლამენტი, გაწმინდეთ სამთავრობო სტრუქტურები, გაწმინდეთ საზავო სტრუქტურები, ნაცსექტანტებიდან გაწმინდეთ სოროსიდან სკოლები, განათლების სისტემა, გაწმინდეთ თავიდან ბოლომდე, რომ სკოლებმა და ბაღებმა და უმაღლეს სასწავლებლებმა იგრძნონ თავისუფლად და იარონ ეროვნულ გზაზე, დაუძახეთ, მოიწვიეთ ის
ის რომელი დამსახურებული აკადემიკოსები და პროფესორები და შოუში უმაღლეს სასწავლებლებში და შოუში საგანმანათლებლო სისტემებში გაიგე და არა ისინი მე საბაკას არ დაუძახებ გაიგე ეს რა ხდება ბატონო ბათუმში დღეს არჩევა რექტორს ირჩევენ დღეს ხო და წარმოვიდგინე სტუდენტები მიხვდნენ კარგად უბრალოდ ჩვენ შამბოგუში სტუდენტს ვინ ეკითხება რექტორს ვინ არის იქ არის აკადემიური საბჭო ირჩევს იქ ხო რა თქმა უნდა აკადემიური საბჭო ირჩევს ლექტორებია აკადემიური საბჭოა შეგრები უნდა აირჩიონ იონა სტუდენტს რა უფლება არა ეს არ მინდა ის მინდა შენ ვინ ახარ წადი დამელოდე იმაში და შემოვალ ლექციაზე და წაიკითხავ მაგრამ ეს ამათი მეთოდია კაცო აი რამხელა დონის დურაკები არიან ბავშვები მიდიან და უბრახუნებენ კაროს გინდა თუ არა შეგინი უნდა შემოვიდე ეხლა ეს ხო მართული პროცესი არის ეს ხო ამათი მართული პროცესი არის რა თქმა უნდა მაგრამ რომელი სიტყვის თავს საწერია მაგ კაცო ხო არჩევანს არ მაგრამ რა არის ისი ბატონო დავით ნახე ახლა ხდება იქაც უნდა აირჩიეს ისეთი რექტორი უნდა აირჩიონ გაიგე რომელი რექტორი ჯერეთი რომ შეკრავს ამ უნივერსიტეტს გაიგე და ჩასვამს იმ კალაპოტში რომელი კალაპოტის საფუძველზეც წავა ეროვნული იდეოლოგია და რა ისეთი მე არ ვიცი ხა რატო დაუშვა ასეთი შეცდომა ქართულმა ოცნებამ და ბეძინაევანიშვილმა მის მიერ აშენებულ უნივერსიტეტში საერთაშორისო უნივერსიტეტში სადაც მილიონები დახარჯა ამ კაცმა ბეძინაევანიშვილმა მილიონები დახარჯა ამის აშენებაში და დღესაც აფინანსებს დანიშნეს ხუბუა ლომაიას მიერ გამოჩეკილი ისა რა ქვია პროფესორი ხო და ხუბუამ რომელმაც დანიშნიდან რამოდენიმე დღეში ბანერი გამოკიდა და ხარი დაუჭირა აგერ ამ იმას სექტანტებს ხუბუა ეს მიზაშია საქმე ასეთ შეცდომებს ნუ ჩადიხართ და ნუ ჩაიდენთ ასეთ შეცდომებს თორე პრობლემები წინაშე იქნებით დაუძახეთ იმ ეროვნულად მოაზროვნე ადამიანებს დაუძახეთ იმ პროფესიონალ ადამიანებს რომლებიც თავის ძოზე მართლაც მიიღეს შეეძინეს ისეთი პროფესია რომელიც გამოადგება ჩვენ ქვეყანას გაიგე აღადგინეთ ის ეროვნული იდეოლოგია ის ეროვნული მიმართულებები რომლებიც ჩვენ ქვეყანას და ჩვენ ქვეყნის პოლიტიკას და ეკონომიკას გააძლიერებს გაამაგრებს ხო არის ეს ადამიანები კაცო და ნუ კრავთ ამ ადამიანების ხელს და ნუ დაიყენებთ ამ ეშმაკეთს და ამ უბედურ ამ ჯანდაბებს გვერდით თუ დაიყენებთ და სამართლებრივი კომისიას თხოვმე რომ ობიექტურად ჩაერთოს ამ პროცესებში და საზოგადოებრივი ჩართულობა გააკეთოს საშილებო მეტი იმიტომ რომ ძალიან ბევრი გაუბედურებული და ძალიან ბევრი რომ ეთქვი აი დასახინჩრებული და გაწირული და რა ვიცი რა არ გაუკეთა სააკაშვილმა და იმ მისმა გუნდმა ჩვენ ქვეყნის მოსახლეობას ეხლა მე ბატონ პრეზიდენტს მივესალმები კაცო ყაველაშვილმა გადადგა ნაბიჯი რომელიც ნაბიჯის საფუძველზეც თავისუფლება ვის არ უნდა გაიგე მაგრამ იქაც შეირჩე კაცო და საკმაოდ ამხელა ამინისტია არ გაუკეთები არც ერთ პრეზიდენტს სეფსას რაღაც კაცი გაათავისუფლა ხო ეს კარგი ნაბიჯი არის ჰუმანური ნაბიჯი არის და მე მივესალმები მის ნაბიჯს გაიგე ახლა იქ არ არის განსაკუთრებული ძიმე დაანშაულებების გასამართლებული ადამიანები გათავისუფლებული მაგრამ გარც იცით ბატონო პრეზიდენტო მე ჩემი თხოვნა არის ძალიან გთხოვთ არის უამრავი უვადო მიჯილი პატიმრები სააკაშვილის და მანამდე კიდევ შევარნაძის დროინდელი შეთითხილის საქმეებით ხო ძალიან ბევრი არის ესეც და გადახედეთ ამ საქმეებსაც გადახედეთ ხო თუ არ შეიწყარეთ კაცო რაღაცა შოუმსუბუქეთ საჯელი და მიეცით იმის საშუალება რომ ოჯახებში დაბრუნდნენ გაიგე ეხლა ის რაგვარია არუთინოვი არ არის ბუშის აფეთქებაზე ამ კაცო ეს დაანშაული არ ჩაუდენია ჩვენ ხო კარგად ვიცით და რატო გაკეთეთ ეს რო პოლიტიკური პიარისთვის გაკეთდა და ბუშის თვალწინ ესენი გამოჩენილი იყო რაღაც სასწაულები და თურმე ამხელა ტერაქტი აკეთეს სად იყო ჯერ ხელყუმბარა რომელიც მე მგონი იმ მსახიობების დადგმულია მაგი ახლა მიტინგზე დგამეს კი ხო მაგათ დადგმული არის სასწავლო ხელყუმბარა იყო იქ აიგე და ეს არუთინოვი სამუდამო პატიმრობა აქვს უკვე ნახეთ გადახედეთ ამის საქმეებს გადახედეთ იმ დევნილი ადამიანების საქმეებს რომლებიც დღემდე იდევნებიან და განაჩენია არც ისი არის დამდგარი და არც ასი არის დამდგარი გაიგე ესეთი რაღაცები ძალიან გთხოვთ უნდა გააკეთოთ ეს ვიცაშია საქმე ამ კომისიამ ეს უნდა გააკეთოს გაიგე ბატონმა პრეზიდენტმა უნდა გამოიჩინოს ინიციატივა და უნდა მოითხოვოს ეს საქმეები და იქ კომისიამ უნდა დაავალოს ობიექტური შესწავლა ამ საქმეების ის ხალხის ვინც დამნაშავეები არიან და საზოგადოებრივ დარბიან კიდე და ადეიშვილი კაცო მორალს გვიგითხრა როგორ შეიძლება ეგეც პრეზიდენტის ის არის უკვე პრეროგატივა რომ მოთხოვოს კომისიას რომ გადააგზავნოს იმაში გერმანიაშია თუ ავსტრიაშია თუ პოლონეთშია გადააგზავნოს და კეთილი ჩამოაბზავნოს ესენი აგზავნიან მაგრამ ის რატო აფარებიან ხა ის ლობისტები იმაშებიან ხო და აი ლობისტებიან უნდა ლობისტებს ვაფშე უნდა უგზავნოს საქართველოს ჩამოსვლა
ხო, მაგრამ ეხლა ნახეთ, ამაზე ატეხებს, ახლა რას ქვია ყავილაშვილმა ის პატიმრები შეიწყალა. ადამიანის თავისუფლება. მე კი ვიძახი ამ ტელევიზიით დაიჭირეთ ეს ისინი დასაჭირები არიან, კაცო, ესენი დასაჭირები. დასაჭერია, მაგრამ მე იმას კი არ ვამბობ, დღე-დაღამე 3 დღე მჩვენთიჭერ ციხეში. იმა უნდა გააცნობიეროს თავის დანაშაული, მაგით უნდა იჯდეს იმ ციხეში. მერე კაცებმა ჰუმანიტარული მასლა. ჰუმანიტარული აქტი გამაიჩინა. აქტი და თქვენ იმის წინააღმდეგ იყავთ კიდე რაც მე შეიწყალოს მით უგეთესი არ არის და გამოვა და თავის ოჯახს მიხედავს ზოგი მართალია მეორე დღეში ჩაიდებს და შებრუნდება ის ციხე და დახურული კი არა შებრუნდება მაგრამ ბევრი დაუბრუნდება ბატონდრისთან თავის ოჯახებს თავის მშობლებს და გააგრძელებს ცხოვრებას ჩვეულებრივ იმ შეცდომაზე აგო პასუხი და მიხედავს თავის საქმეს ვინც არა და შებრუნდება ისე უგან ყველაზე კარგი რაც გააკეთა ასეთი არ გაუკეთები არავის და ალბათ ვერც ვერავინ მოიფიქრებდა ვიესალმე მაგნავი კი ბატონო ძალიან კარგი ნაბიჯი ეხლა ნახეთ აი ესენი გამოვიდნენ და დაიწყოს მათმა შეიწყალეს იმიტომ რომ შემდგომი არჩევნებისთვის ესე იგი გამოიყენონ ეს ადამიანები ბიჭო მე მაინც არ ვიცოდი ეს ვიცი აშია საქმე რას აკეთებდნენ სააკაშვილის მე ციხეში ვიყავი მაშინ კაცო და ვიცი როდესაც არჩევნები ახლოვდებოდა როგორ ესე იგი მიმდინარეობდა პატიმრებთან მუშაობა იმასთან დაკავშირებით რომ ხმამიეცით ნაციონალურ მოძრაობას ხო აი ზოგს ემუქრებოდნენ ზოგს გარიგებაში შედიოდნენ გაიგე და ასე შემდგომ ხო და ასე აკეთებდნენ მაგალითად და ამით ჰქონდათ ეს მთელი სისტემა აწყობილი ციხის სისტემა და იმიტომ იყო რომ 300,000 პატიმარი რო ყავდათ გაიგე იმიტომ არა უბრალოდ 45,000 პატიმარი ყავდათ და 300,000 პროფესიონალისტი ყავდათ გაიგე იმიტომ რომ ესენი იყვნენ ყველა მიბმული არჩევნებზე არჩევნები მოახლოვდებოდა აგე პროფესიონალებს 300,000 რო ყავს იმის ოჯახის წევრები კიდევ გადაამრავლე რანდომი გამოდის მინიმუმ 2-ზე გადაამრავლოთ ხო აქ კიდევ 40,000 პატიმარი კიდევ და მისი ოჯახის წევრები აი ეს სისტემა ქონდათ აწყობილი მათ და ამიტომ ქონდათ ეს პენსიონერული სისტემა თლიანად გადაჭედილი და ვიყავით ესე ერთმანეთზე და იმისავით დალაგებულები შტაბელებად ვიყავით დალაგებული ერთმანეთის პატიმრები იარავით შოუარ და ბოგერია ხო და ბიჭო მე კიდევ ყავილაშვილს ისეთი ხალხი არ შეუწყალებია დაუშვათ რომელიმე ადამიანებმაც მართლაც გაამწარეს ხალხი და მართლაც ესე იგი რომ მეტყვი კვლევები ჩაიდინეს ეგ სალომე ზურაბიშვილმა ცხონებული ღმერთმა აცხოვროს 4 ზური მისი შვილი რომ მოკლა კვლელი სალომემ შეიწყო ეს კაცი პროფესორი კაცი ისტორიკოსი კაცი რომელიც დღესაც საქართველოს ჭირდება და დააგროვა დღეს საქართველოს და გადაყვა ამის ნევრიულობას გაიგე სალომე ზურაბიშვილის მიერ ხელში აღებული კალამი და ხელმოწერა იმ დოკუმენტზე რომელიც დოკუმენტის საფუძველზეც მისი შვილის მკვლელი შეიწირა ამ კაცს შეიწყალა ამ კაცმა ნევრიულობას დაარტყა და გარდაიცვალა ხო ესეც ხო დანაშაული არის სალომე ზურაბიშვილის მხრიდან მე აღარ კიდე მეორე დანაშაული და მოლოტოვის კოქტეილი რომ ესოლა პოლიციას იმ ვიღაცა პიდარასტმა გაიგე გრიგორიანმა თუ გრიგორიადისი იყო თუ რა ჯანდაბაგვარია იყო მაგი და დაწვა პოლიციელი ხო გადარჩა ეს ხო ძლივს გადარჩა კაცო ხო ისიც შეიწყალა გაიგე და კიდევ რამდენი ესეთი შეიწყალა ამაზე ხმარ ამოუღიათ ეს თუმე შეიძლება მოსული ამბავი არის გაიგე და თავიანთი ამ მკვლელების და ბანდიტების შეწყალება შეიძლება და ბატონდერს აი პრეზიდენტმა რო შეიწყალა მაგაზე და საჯელი ხო უნდა იყოს ხო უნდა განიხილოს კომისიამ რატო შეიწყალა შეიძლება აი კორუფციულ გარიგებას ხონა ეს ადგილი გეთახმები არ გამოვიწყო ხო უნდა კომისიამ ეს აუცილებლად უნდა შეისწავლოს პრეზიდენტის საქმე რატო შეიწყალა აი ორი დაუშვა დანარჩენ ეს ორი რატო შეიწყალა ეს კომისია უნდა შეისწავლოს შეიძლება კორუფციულ გარიგებას ხონა ადგილი არ არის გამორიცხული აბა რატო შეიწყალა მოეწონა არა ახლა გრიგორიადისის გააკეთა იმიტომ რომ სხვა დანარჩენი ისინი წაახალის აი მომიტინგეები და ესენი ხო და ჩვენ ესე იგი სამშობლოს ხო ღალატისთვის და ხო ჩვენ თქვენთან ვართ ნუ გეშინია თქვენ ბიძავე ბიჭო მიდი მიაწექით დედაუტირეთ საქართველოს გაანადგურეთ ეს ყველაფერი მე მაინც შეგიწყალებთ საერთაშორისო სამართალით ეგეც დანაშაულება რა არის დანაშაულია ის რომ წაახალისეს მომიტინგეები კაც ეს მოძალადეები წაახალისა ჯერ ვაშინგტონიდან პირველი მაშინ რომ იყო ცელობაში ტურნი პარლამენტის გაიგე და მე კიდევ ახლა ხო დანაშაულია ეს და ამიტომ სალომე დასაჭერი არის დასაჭერია მოსათხოვი და ისე გადარჩენილი არის და ჩვენ თქ პირდაპირ ეთერში და ახლა ჩვენ მოსახლეობას სალომე უნდა მოეკლათ ეხლა გამზადილი მუშკაზე უზა უკვე ოპოზიციას გაიგე იმას გათახსილებს და ამერიკელებს მუშკაზე უზა სალომე ეს არ იცოდა
ეს არ იცოდა სალომე უნდა მოეკლათ თუ გამაგრდებოდა ეს თავის რეზიდენციაში მაგრამ აი მანდაც უკვე დამსახურება არის ხელისუფლების და დამსახურება არის ჩვენ სპეცსამსახურებისო ინფორმაცია მიიტანეს ბოლომდე და დააჯერეს ეს კალო მოკლავენ შენახენ თუ არ გამოდი აქედან აიგე ხო აი ესეთი რაღაცები ხდება ჩვენ მეგობრებო ჩვენ ქვეყანაში დღესდღეობით ასეთი მიმართულებით ვინეს ყველაფერი ამიტომ მე კიდევ მოუწოდებ ქართულ ოცნებას და მოუწოდებ ბატონ ბიძინა ივანიშვილს და მთხოვთ კი არ მოუწოდებ მთხოვთ ჩვენი თხოვნა არის სამართლიანობის აღდგენის კომისიამ უნდა იმუშაოს ძალიან ესე იგი რომ იტყვი ეფექტურად და ძალიან რომ იტყვი ისეთი მიმართულებით რომელი მიმართულების საფუძველზე დავარწმუნებთ თვითონ ქართველს რომელმა ქართველმაც კიდე არ გინდა შეგაქციათ ზურგი თქვენ მთელი ამ წლების განმავლობაში იმისათვის რომ ქვეყანაში დროზე სამართლება ვერ აღადგენთ და რატომ ვერ აღადგენთ ეს ჩვენ კარგად ვიცით იმიტომ რომ ვიყავით ყოველთვის ასეთი უზარმაზარი ზეწოლების ქვეშ ხო მაგრამ ახლა ხო გადაიდგეს ნაბიჯები და ხო წახვედით უკვე და გადახვედით შეტევაზე ზურგს ჩვენ გაგემაგრებთ თუ საჭირო იქნება წინა ხაზს დავდგებით თავარი არის რომ თქვენ დადოთ შედეგი და მართლაც აღადგენთ ამ ქვეყანაში სამართლიანობა და ის ადამიანები რომელი ადამიანების მე ჩემ გადაცემაში დავასახელე ხო მიიწვიეთ ის ადამიანები და დაიყენეთ გვერდით და ეს ადამიანები ძალიან ბევრ რაღაცებს ქვეყნისთვის იგეთებს დაგიდებენ წინ და ხელფერს გაგიხსნიან ამ კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით თვითფასო ტელემაყურებლებო ჩვენი გადაცემის დრო ამოიწურა მადლობთ რომ გვიყურებთ კარგად მზადდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე კარგად მზადდებოდეთ ნახვამდის